რატომ გვერდჩევენ ყოველთვის ჩვენ, როცა საქმე ვიღაცის ძიძობას ეხება? უკვე მომაბეზრებელია. მართალია, ამ ტემპით მე არ მინდა შვილები, მე შვილების გარეშე ვიქნები. ჯობია ისეთი ადამიანი იპოვო, ვისაც შენზე დაქორწინება და შვილების ყოლა მოუნდება. შემდეგ კი დაფიქრდი ამაზე. კი, ვიღაცას გამომართლებს. კარგი, არა უშავს, მხოლოდ 5 წუთი უნდა გავატაროთ გოგოსთან, სანამ ძიძა მოვა. და ეგ არის. იმედია ძიძა რაც შეიძლება მალე მოვა. რა იყო, გეჩქარება? იქნებ შენი შეყვარებული გევლოდება? დიახ, მართალი ხარ, მას დოტა ქვია და ის არ მაპატიებს მასთან, ცოტას მაინც თუ არ ვითამაშებ. კარგი, გავაკეთოთ. როგორც იქნა, ჩუმად რას გახართ აქ? შემოდით. არ შემოდიხართ? დედაშვილმა გამოგგზავნა, რომ შენთან ვიყოთ, სანამ შენი ძიძა არ მოვა. ასე რომ ძალიან ნუ შეგვეჩვევი, დიდხანს არ დავრჩებით აქ. ამაზე არც მიფიქრია, მეოცნებეები. და შენ მოგწონს შენი ძიძა? არ ვიცი. როგორ არის ეს შესაძლებელი? ჯერ ისმე არ მინახავს. ეს ძიძა პირველად მოდის ჩემთან. სულ პირველად. რა დაემართა ბოლო ძიძას? დედაჩემისგან გავიგე, რომ ბოლო ძიძამ ბავშვის საჭმელი დაღეჭა და თევზის ძვლები გადასცდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. შემდეგ კი მისი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი. ძიძა არ მჭირდება. საკმარისად დიდი ვარ. მართლა? ჟენიასაც კი სჭირდება ძიძა. მას საკუთარი ფეხსაცმლის თასმების შეკვრაც კი არ შეუძლია. უბრალოდ რაციონალურად არ მიმაჩნია. მოკლედ, კარგად მომისმინეთ. ძიძას თქვენთვის დავტოვებ, არ თქვენ დაგტოვებთ მის ძიძად. როგორც გინდათ. რაჯანდაბა იყო ეს? ჩვეულებრივი ფსიქოპატი ბავშვია. ახლა ძიძა მოვა და სიტუაციას ავუხსნით და წავალთ. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. კი, დაე თავად მოაგვაროს ყველაფერი. ჩვენი საქმე არ არის მის მთელ სახლში ძებნა. ჩვენთვის ასეთი რაღაცა არ დაუალებიათ. დილამშვიდობისა, ჩემო ტკბილო, პატარა ლამაზო კნუტებო. როგორ ხარ? კარგი, ხედავ რომ პოზიტიური ხალი ხარ. ვინ არის აქ ასეთი დიდი, ძლიერი მაფინი? აი, მივირთვით კბილეული პატარა. მე ის მომწონს. ჩემ ბავშვი ცხოვრებაში პირველად დაგიძახეს. სამნი ხარ? უცნაურია, დედამ თქვა რომ ერთი შვილი ყავს. არა უშავს, ერთად უფრო მეტხანს გავერთობ. უნდა უთხრათ რომ ყველაფერი არასწორად გაიგო. კარგი რა, რატომ? პირველად ვიღაც უფასოდ იზრუნებს ჩვენზე. ეს ჩვენი გენიალური შესაძლებლობაა. სწორია, დედაჩემიც კი უკვე უარს ამბობს უფასოდ საჭმლის მომზადებაზე. მორჩა, ჩვენ ვრჩებით. სწორდით. ყურადღება. კარგი, რა უჩვეულო მისალმებაა. გაჩუმდი. ვინ ლაყბობს ასე? 500 დვა ახლავე. ხალბატონო, დიდი ბოდიში. სწრაფად. 1 2 3 ხმარ გავიგონო საერთოდ. მხოლოდ ჩემი ბრძანებით შეგიძლია ილაპარაკოთ. დისციპლინის პატივისცემას გასწავლით მე აქ. ჩემს ხელში თაბაშირივით იქნებით სამივე. გაჭუმდი თუ გინდა იცოცხლო. როგორ შეიძლება იყოს დედა თქვენი მათემატიკაში ასეთი ცუდი? მან თქვა რომ ერთი შვილი ყავს და არა 3. კარგი, არა უშავს. გუნდში დისციპლინის ორგანიზება უფრო ადვილია. უფრო დიდი წვრილმანები ვისწავლე. მე თქვენ აგხსდით. კარგი, თუ გინდათ ჯამრთელი და საყვარელი იყოთ, პაპა აუცილებლად უნდა მიირთვათ პატარებო. ბოდიში, მაგრამ ეს პაპა შეჭმულივით გამოიყურება. და როგორც ჩანს ერთზე მეტჯერ, სამწუხაროდ. მართლაც, მაპატიეთ ჩემო პატარებო, კბილებო, ლამაზებო, გვრიტებო, ეს ნაგავია, ეს არ უნდა მომეტანა. ამისთვის უნდა გამათავისუფლოთ სამსახურიდან. ამისთვის სიკვდილით დასჯა საკმარისი არ არის. მე არც კი ვიცი თუ რა შეიძლება გაჭამოთ ლანჩისთვის. სამწუხაროა რომ პაპასთან დაკავშირებით ასე მოხდა. შეგიძლია რომ პიცა შეგვიკვეთო? პიცა? რაზე ლაპარაკობ? ეს ისეთი არაჯანსაღია. დედა მითხრა რომ ჯანსაღი საკვები გაჭამოთ მხოლოდ. ჩვენ მას ამას არ ვეტყვით. კარგი, ჯანსაღი საკვებით მუდმივად კვება არ არის საჭირო. ზოგჯერ შეგიძლია რომ თავი ცოტა გაანებივრო. ბოსტნეულის მუდმივად ჭამის გამო ბოსტნეულივით გადაიქცევი. პიცას შევუკვეთავ. რომელი გიყვართ? ხორცი თუ ყველი? ხორცით. ყველით. არა, ზღვის პროდუქტებიანი უფრო უკეთესია. ნუ ჩხუბობთ კურდღლებო. სამ სხვადასხვა პიცას შეგიკვეთავთ. ყველა ბედნიერი უნდა იყოს. ადით თქვენს ოთახში და ყველაფერს მოგიტანთ. შეგვიძლია საწოლში ვჭამოთ? ვინმე გაიგებს ამის შესახებ? ეს ქალი სულ უფრო და უფრო მომწონს. ის საუკეთესოა. ვიტყოდი რომ ვაღმერთებ კიდეც. დისციპლინისთვის
სამშობლოსთვის და ჩემთვის რა ხდება? პირის ფართო გაღება მხოლოდ უფროსების გულის ტკენის გამო შეგიძლიათ? მე გასწავლით როგორ სცეთ პატივი უფროსებს. როგორ შეგვიძლია საერთოდ ამის ჭამა? დიახ, მარილიანის კი არ არის. არ მოგწონთ, ხო? კარგი, არა უშავს. და მეახლავე აგატირებ, თქვენივე ცრემლით დაამარილებთ. გასაგებია ეს ყველაფერი? რა ბავშვები არიან ესენი? არაფერი არ მოსწონთ. ჭამეთ. ახლავე. კარგი. ეს ერთი მოვილიე. კარგი, თქვენ შეჭამ. თუ მე თვითონ დაგეხმაროთ, გასაგებია, დახმარება არ გჭირდება. გემრიელია. დიახ, და საერთოდ არაა მწარე. კი, და არანაირი ღებინების რეფლექსი. გემრიელია. მაგარია. რა მოხდა ჩემო საყვარელო ბავშვებო? რაიმე გჭირდებათ? გშიათ? გინდათ დაგაძინოთ? არა, მადლობა. ვისადილეთ, მაგრამ რაღაც გვაკლია. თითქოს რაღაც საკმარისი ჩვენთვის არ იყო. იცა გემრიელი არ იყო? რა ცუდია. ახლა მიტანის სერვისს დაურეკავ და ისეთ ცუდ შეფასებას დაუწერ, რომ ხვალვე გაკოტრდებიან. არა, პიცა გემრიელი იყო, მაგრამ მე ძალიან მინდა რაიმე თქვილი. წახემსება გვინდა. ეს მართალია. ახლავე მაღაზიაში გავმივარ. გარეთ მზე ნამდვილად დამწვავს. 50 გრადუსი სიცხეა. მაგრამ არა უშავს. ბავშვების სურვილი ჩემთვის კანონია. შოკოლადი გინდათ თუ ჟელიბონი? რაზე ვსაუბრობ? ორივეს წამოგიღებთ. აიგეთ. მაღაზიაში ასეთი სასაცილო სიტუაცია მოხდა. ფული გამომელია. სინამდვილეში ვალის აღება მომიწია, მაგრამ არა უშავს. თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ. მაგარია. სულაც არ ჩანს დამაჯერებლად, მაგრამ მომწონს. ეს ცხოვრება არ არის, ბედნიერებაა. უკაცრავად. რა ხდება? კარგი, დაასრულეთ ჩემი ბავშვობის ფოტოების კატეგორიებად დახარისხება? არა, ჯერ კიდევ ახარისხებ. მე ახლახანს თავზე გარშოკის ფოტოს კატეგორიას ვარჩევდი. გასაგებია, ძალიან კარგი. მას რატომ ხართ ახლა აქ? რა გინდათ? ბოდიში, ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ დედა შუა დღის შემდეგ ვიდეოულის ჭამის უფლებას გვაძლევს. ასე რომ, შეიძლება რომ ძალიან ცოტა. ზუსტად, მართალი ხართ ბავშვებო. ეს არის ის, რაც გვაკლია. ხედავ, და შენ თქვი რომ ნებართვას არ მოგცემს. როგორც ჩანს, ის არც ისე ბოროტია. აიღეთ და გააგრძელეთ მუშაობა. სინამდვილეში, როდესაც დესერტებზე საუბრობდით, ზუსტად ეს არ გქონდა მხედველობაში. კარგი, ნუ მე პასუხებით, მორჩილებო. ვინ არის მორჩილი? ეს ჩვენ ვართ, ბოგდან. ბავშვებო, დასვენება კარგია, მაგრამ სასარგებლო საქმეები უნდა გააკეთოთ. ხვალისთვის იმდენი საშინაო დავალება გაგჭირდება სკოლაში სიარული და საშინაო დავალების გაკეთება. ეს გჭირდება იმისთვის, რომ იყოს ჭკვიანი და კარგი სამსახური იშოვო. ნიკოლისთვის ეს აუცილებელი არ არის. ის მდიდარ კაცს გაყვება ცოლად და სულ ესაა. ცხოვრება წარმატებულია და თქვენ კაცები ხართ. ეს გჭირდება. გენდერული დისკრიმინაცია. ეს არ არის სამართლიანი. მე შეიძლება მდიდარ ქალზე დავქორწინდე კიდეც. შენთან ერთი კვირის გატარების შემდეგ ის გაღარიბდება. მას შენზე ზრუნვა შეიძლება. სწრაფად დავსხდეთ მაგიდასთან. ახლა სწრაფად დაგეხმარებით ყველაფერს გაკეთებაში და მერე დაისვენებთ. მართლა დაგვეხმარები? რა თქმა უნდა, მე შესანიშნავი მოსწავლე ვიყავი. ჩემი ფოტო ყოველთვის საპატიო მოსწავლეთა სიაში იყო. თუმცა ჩემი კლასელები ჩემს ფოტოს ულუაშებს ახატავდნენ ხოლმე. კვირაში 7 ჯერ გვიწევდა ფოტოს შეცვლა. აჟიოტაჟი სიძულვილის გარეშე შეუძლებელია. ბავშვებო, ძალიან ჭკვიანები ხართ, მაგრამ მაინც ჯობია ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ. ნახოთ. კარგი, აბა ვნახოთ. თუ x-ი უდრის 20, მაშინ ამ შემთხვევაში y-ი 40 იქნება. ზუსტად 40. ზუსტად ისე როგორც მე ვაკეთებდი 8 წლის წინ. კარგი, სწორია, ესეც სწორია. ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი დღემდე მახსოვს. როგორ შანს საშინაო დავალებას ზედმეტ და კარგად ვასრულეთ. კარგი, შეხედე რა კარგები ვართ. დარწმუნებული ვარ, ყველა 10 ქულას მივიღებ. ჰეი, რადგან ჩვენს ძიძას წინავს, იქნება შესაძლებლობა გამოვიყენოთ და სკოლაში მისი მოგონებები შევახსენოთ. რა სიტყვით ამ იდეაზე? მისი სურათი საპატიო სიაში არ არის, ასე რომ ულუაშების და ხატვის ადგილიც არ არის. რას გულისხმობ? უბრალოდ სურათზე უკეთესი ვარიანტიც არსებობს. ვაიმე, კარგი ბავშვებო, დავიღალე. საშინაო დავალება გააკეთეთ? კი. ოჩახ, წავალ და კაკაოს მოგიმზადებთ. დაისვენეთ, თბილებო.
დიახ, ეს ნამდვილი ხუმრობაა. ის მოდის, ჩვენ გვდრები მე ვართ. გამპრენკეთ? სასაცილოა? საავადმყოფოში მივდივარ. ის შესანიშნავია, რა ადამიანური გამძლეობაა. კარგი ბავშვებო. მაშ რა არის წარმატების გასაღები? იღბალი? არასწორია. მხოლოდ სულელები არიან დამოკიდებული იღბალზე. მაშ რა არის მთავარი მაშინ? რა თქმა უნდა დისციპლინა. მხოლოდ კარგი ხასიათი დაგეხმარებათ თქვენ წარმატების მიღწევაში. ეს გარანტიას რა თქმა უნდა ვერ მოგცემ, მაგრამ ამის შანსი მაინც გექნებათ. რატომ გააკეთე ეს? ცივა. კარგი, დიახ. აუცილებელია ტვინის გამკვრივება სპორტთან შევათავსოთ. მე დაგეხმარებით ცხოვრებისეული ჭეშმარიტების პოვნაში. იცით რა არის? მაინტერესებს ამ გზით საკუთარ თავს უფრო ძლიერს ხდი? რა თქმა უნდა. ეჭვი გეპარება? დიახ, მე ძლივს დავიჯერე. გამომყევით. მოდით, საქმეს შევუდგეთ. აი, ამას ვეძახი მე ქვის ქალბატონს. ქალბატონი კი არა, ის ნამდვილი მამაკაცია. მართლა? ადამის ვაშლმა ეს ადრე არ გითხრა? კარგი, გონია რომ შემიყვარდება. ო, მას საქმე ცუდად აქვს. დიახ. კარგი ბავშვებო, რატომ ზიხართ აქ? გსურთ სადილის შემდეგ ზედმეტი საჭმელი მიირთვათ? გარეთ გავიდეთ, სუფთა ჰაერი. ეს კარგია მზარდი ორგანიზმისთვის. ზარდი? ეს ნიშნავს რომ ბოგდანი შეიძლება უფრო დიდი გახდეს? უკეთესი იქნებოდა, თუ ტვინს უფრო განავითარებდი, ეს ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა. მომწონს იდეა. ბურთი მე მაქვს. კარგი ბავშვებო, რა ვითამაშოთ? იჭმევა თუ არ იჭმევა? 7 წლისები არ ვართ. კარგი, რაზე ვლაპარაკობ? მოდი დოჯბოლი ვითამაშოთ. როგორ უნდა ვითამაშო? წესები არ იცი? ერთი ადამიანი წრეში დგება, დანარჩენი ცდილობს მას ბურთი გაარტყას. შენ პირველი წადი, შედი წრეში. ბოდია, რას აკეთებ? გინდა ძიზამ ნება ოფლობით მოგცეს ბურთის როლის უფლება? ნიკოლ. კარგი, თქვენი ახალგაზრდული თამაშების არაფერი მესმის. ახლა ვისი ჯერია? ო, არა. აღარ მინდა. მაგრამ სასაცილო იყო. შენ მოიგე. ვაუ, მე ისევ კარგი მოთამაშე ვარ. როგორც ჩანს ის არ სუნთქავს. ახლა ციხეში მივდივართ? ციხეში ვერ წავალ. ზედმეტად სიმპათიური ვარ. ო. ოხუნჯებო. კარგი. მაშ რატომ მოხვედით კარზე დაკაკუნების გარეშე? გაგიჟდით? უცებ შიშველი რომ იყო? რატომ უნდა იყოს შიშველი სვის სახლში? იქნებ გზის აბაზანების მიღება მინდა. სახლში? კი. რა გინდოდათ? სახლში ჯდომით დავიღალეთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება გვინდა. კარგი, სუფთა ჰაერი. წავედით. ეს ის არ არის, როგორც წარმოგვედგინა ღია ცის ქვეშ დასვენება. კარგი, რამე არ მოგწონთ? ახლა თქვენ გაზონს ხელებით გათიბავთ და არ გაჩერდებით, სანამ ბოლომდე არ გააკეთებთ იცოდე. ახლავე დაიწყეთ და არ გაჩერდეთ. გახსენებ, რომ შენ ჩვენი ძიზა ხარ და ჩვენ შენი მონები არ ვარ. ძალიან ბევრს ლაპარაკობ. განაგრძეთ მუშაობა. თორემ დედა თქვენს ვეთყვი, რომ მე ჩანთიდან ფული მომპარე, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. დიახ, ვის აინტერესებს? ფუ, ვაიმე, ეს რა ჯანდაბა მომიტანე. ამის დალევა შეუძლებელია. კომიდრის წვენისა და თევზის ქონისგან გემრიელი კოქტეილის მომზადება ძალიან რთულია. კარგი, გადი აქედან. შუ, ბიჭო, შენ ბიჭო აქ დარჩი. ჰეი, გთხოვთ, არ მიმატოვოთ. ბოდია, ბოდიში, ყველა თავისთვისაა. არა! ო, რასიზმარია, ჯანდაბა, თუ ვინმე ახლა მნახავს, ძალიან სამწუხარო იქნება. ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა. მესამედ არავინ დაიჯერებს, რომ წყალი დავღვარე. და არც კოკა-კოლაზე დამიჯერებს ვინმე. ჟენია, რატომ არ გძინავს? საწყალი ბავშვი, ალბათ სხვა დაგესიზმრა. გთხოვ, არავის უთხრა. არავის გააგებინო, მთელი ცხოვრება დამცინებენ. კარგი რა, პატარავ, არავის არაფერს არ ვეთყვი, არი დარდო. ეს ხდება, არა უშავს, ეს უბრალოდ წვრილმანია. მე უფრო დიდი პრობლემა მაქვს. ამაზე უფრო დიდი სიურპრიზებიც მაქვს ხანდახან. სხვა ელფერები. ეს ის არის, რაც ყოველთვის ყარს? მე მივალაგებ, არ ინერვიულო. თუ ვინმე მკითხავს, ვეთყვი, რომ ეს მე ვიყავი. ო, რა სუნი დგას? აქ ძიძამ ჩაიფსა. ო, ძიძამ. მე თქვენ სიმართლეს გეუბნებით. ო, რა?
ეს ჩემი უხერხულობაა. ღმერთო ჩემო, თუ იმემ დამინახა, ესე იგი მკვდარი ვარ. ეს მე კოშმარებში დამესიზმრება. რა მოხდა? რა ხმაურია, რატომ არ ჩუმდები? საწოლში მოშარდე? რატომ ყვირი ხარ? ახლა ხან დავიწყე ჩემი ოცნების გოგოზე სიზმარი. რა? რას მაჩვენებ? რა? არ უთხრა რომ საწოლში მოშარდე? სასაცილოა. კი, ჟენია, ზღვაზე წასვლა არ გჭირდება. საკმარისია დასაზინებლად წასვლა. და ის შენს ქვეშ აღმოჩნდება. ამაში სასაცილო არაფერია. ჯარში ამის გამო ბნელო თახში დაგტოვებენ. გასაგებია? ჯარში ვართ, მაგრამ მე უნდა დაგსაჯო, ჟენია. ერთმა ბიჭმა თავი დაისველა, უბრალოდ ერთ ბიჭს დაესიზმრა რაღაცა და გადაწყვიტა რომ ზღვაში გადამხდარიყო. კარგით ბავშვებო, გამორთეთ ტელეფონები, ძილის დროა. დიახ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. სიამდვილეში გარკვეული სიტუაციის შემდეგ ჟენიასთან ერთად ძილის ძალიან მეშინია. კარგი, გეშინოდეს ჩემი. იმედი უნდა გქონდეს რომ ეს ყველაზე ცუდი რამ იქნება, რასაც შენს ძილში გავაკეთე. გასაგებია? კარგი, წავიკითხე რომ ბავშვებს ვერ დააძინებ. კარგი, მე თქვენთვის არაფრის დაძალებას არ ვაპირებ. თუ გინდათ რომ არ დაიძინოთ, კარგი. მაგრამ დიდი ხნით არა, რადგან მე ადრე მინდა სახლში წასვლა. ჩემი შეყვარებული მელოდება, პაიმანზე წავალ. პირველად 30 წლის შემდეგ. და ეს ვინღა არის? კარგი, როგორ აგიხსნათ? კარგი, მომატყუეთ? ანუ ის გოგოა, რომლის მოვლაც მე მთხოვეს? თაღლითებო, არ გსხვენიათ? უსირცხვილოებო. გსხვენია, მაგრამ უბრალოდ ძალიან მოგვეწონე. განსაკუთრებით ბოგდანს. ჩვენ გვინდოდა შენთან დროის გატარება. კარგი, არავის ვეტყვი, მაგრამ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო. გასაგებია? განაგრძეთ დისციპლინის გამომუშავება. ყურადღებით მომისმინეთ და დამიჯერეთ. წესრიგი საწოლში, წესრიგი თავში. უცნაური გამოთქმაა. თქვენი დავალება. მოისმინეთ. გაშალეთ საწოლი, დადეთ ნივთები და დაწექით, სანამ ასანთი ბოლომდე არ დაიწვება. კარგი, ჩვენ გავიმეორებთ მანამ, სანამ იდეალურად არ დაიწვება. დრო წავიდა. მოწესრიგებულად დადე. ისევ. რატომ? ჩვენ ეს დროულად დავაკეთეთ. მართლა მეკითხები რატომ? არ იცი? საბნის კუთხეები იატაკის პარალელურად არ დევს. დაიწყეთ. საბანი გთხოვე. გოდია დაწექი და ეს ვინ არის? მომატყუეთ? მე დისციპლინის დედოფალს, სიმართლისა და წესრიგის დედოფალს. კარგი, მოიცა, ამის შემდეგ აღარ მიგატოვებთ. თქვენ კარგად დაეუფლებით დისციპლინის ხელოვნებას. მე აქედან არსაც წავალ. არა! 3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის არსზე ხარ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქებად და ჩვენ წავედით. ნახვამდის! ნახვამდის!